ახალი რეგულაცია სატყეო ხანძრების პრევენციისთვის ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტყის მასივებში ცეცხლის კერების გაჩენას ძირითადად დაუდევრობის ფაქტები იწვევს. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად სატყეო სააგენტომ სპეციალური კამპანია დაიწყო, რაც ტყეში მოქცევისა და უსაფრთხოების წესებზე მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მისდან. შესაბამის წესებს დაინტერესებული პირები ადგილზე დამონტაჟებული ბანერების გარდა უკვე QR კოდითაც გაეცნობიან. მოამბის გადამღები ჯგუფი ბორჯომის ტყეში იმყოფებოდა. ტყეში მოქცევის წესების გაცნობა უკვე QR კოდის საშუალებით არის შესაძლებელი. QR კოდის მეშვეობით მოქალაქეს საშუალება იქნება ტყეში უსაფრთხოების წესებს გაეცნოს და გაითვალისწინოს ის აკრძალვა, რომელიც საპიკნიკი ადგილების მოწყობას და ცეცხლის დანთებას უკავშირდება. პრევენცია და მოქალაქეებში ცნობიერების ამაღლება ხანძრის თავიდან არიდების მთავარი წინაპირობა. მისი დასკანერების დროს ჩვენ ვიღებთ სრულ ინფორმაციას, როგორ შეიძლება, რა პირობებში შეიძლება კოცონის დანთება, რა პირობებში არ შეიძლება და ასე შემდეგ. არის ჩამონათვალი თავისი ვიზუალიზაციით, როგორ შეიძლება იყოს ცეცხლის ბაქანი მოწყობილი, სად არ შეიძლება რომ დავანთოთ ცეცხლი. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯიშ ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, რადგან ადვილად აალებადია, ტორფიან და განხურბალახიან ადგილებში და იმ ტერიტორიაზე, სადაც დასაშვებია უკვე ცეცხლის დანთება, აქაც გვაქვს რეგულაციები, რაც შეეხება ბაქანის მოწყობას წინასწარ. ეს ძალიან მარტივია და ყველა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს, ჩემი აზრით. არ გავწიოთ ის დიდი რისკი, რასაც შემდეგ ხანძარი მოგვიტანს. ზაფხულის ცხელ დღეებში ტყეს ბევრი ადამიანი სტუმრობს. პიკნიკის მოწყობა რომ უსაფრთხო იყოს, მოქალაქემ ყველა ის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს, რასაც სპეციალისტები ურჩევენ. ცეცხლის დასანთები ბაქანი უნდა მოვაწყოთ ღია სივრცეში, სადაც არ არის. დიახ, ეს არის ღია სივრცე, არ არის ვარჯით დაფარული. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ეხა მოსამზადებელი სამუშაოები საცეცხლურის, მისი გაწმენდა და ქვებით შემოსაზღვრა. ანუ პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, რომ აქ არ იყოს დაბურული. დიახ, არ უნდა იყოს ვარჯის ქვეშ. პირველ რიგში ვასუფთავებთ გარემოს, ადვილად აალებადი მასალებისაგან, როგორიც არის გირჩი, როგორიც არის ხმელი ბალახი. ანუ რაც შეიძლება მალე აალდეს და გამოიწვიოს. რის რაზე შეიძლება გადავიდეს ცეცხლი და შემდეგ გავრცელდეს ტყეში. ადგილის მოსუფთავების შემდეგ საცეცხლურს შემოვსაზღვრავთ უკვე ქვებით, რაც ყველგან გვხვდება ბუნებაში და არ არის დიდი პრობლემა. სატყეო სააგენტოს მონაცემებით მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძრის გამომწვევი მთავარი მიზეზი მოქალაქეების დაუდევრობა. სტატისტიკურად ყოველ წელს ტყის 70 ხანძარი ფიქსირდება. განსაკუთრებული აქცენტი ჩვენი მზადყოფნასა და პრევენციაზეა გადართული და ძალიან დიდი იმედი გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერის. ასევე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ წლების განმავლობაში კამპანიურმა მიდგომამ თუ საინფორმაციო შემეცნებითი ხასიათის სამუშაომ საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა. ჩვენი მოსახლეობა თავადაც კი მიუთითებს ხშირ შემთხვევაში იმ ელემენტარულ წესებზე თანამოქალაქეებს, რაც უნდა დავიცვათ ბუნებაში გადაადგილებისას და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივად 7 ზაფხული გვექნება. სატყეო სააგენტოს მიერ ჩატარებულ საინფორმაციო კამპანიასთან ერთად ტყის ხანძრების პრევენციას რეინჯერები უზრუნველყოფენ. ისინი ტყეში პატრულირებენ და მოქალაქეებს წესების დაცვისკენ მოუწოდებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დავიცვათ, რადგან რაღაც კონკრეტულად პატარა ადგილზე იყოს ეს კოცონი და შემდეგ ჩვენ წასვლის შემდეგ წასვლამდე კარგად ჩავახშოთ ეს ცეცხლი, რადგან ან გირჩს არ წაიკიდოს და მე არ გავრცელდეს და მსგავსი რაღაცები კარგად უნდა დავიცვათ. ინფორმაციის დაფები არის ყველგან, სადაც შემოხვალთ და სადაც საპიკნიკე ადგილებია. უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაცულია და ყველა მითითებულია, რომ ესე უნდა მოიქცენ ადამიანები, მაგრამ არის ხოლმე გამორკვეული შემთხვევები. არ დატოვოთ სანამ კოცონი არ ჩაქრება და სანამ არ დარწმუნდებით ადგილი. კანონმდებლობის მიხედვით ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, რასაც ხანძრის გაჩენა და ტყის დაზიანება მოჰყვა, 300-დან 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული მასშტაბური ხანძრის შემთხვევაში კი კანონი 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ტყიდან წამოსვლისას გახსოვდეს, შენი ნაკვალევი უნდა იყოს შეუმჩნეველი. დაიცავი წესები და მეტი სიფრთხილე გამოიჩინე ბუნებასთან ურთიერთობისას.